მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, მართალია ცივი ზამთარი გვაქვს, მაგრამ სპორტული. ბაკურიანის ზამთრის ახალგაზრდულ ფესტივალს მასპინძლობს. ჩვენმა მოციქურავე გოგონამ ინგა გურგენიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. და ისეთი წარმატებით გამოდიან ჩვენი სპორტსმენები, რომ გადაცემის ბოლომდე შეიძლება დაგვემატოს კიდეც მედლები. ანუ შეიძლება ითქვას, რომ მოციქურავე ინგა გურგენიძემ ყველა მეტოქე მოასრიალა. არადა მეც მქონდა შანსი და გული მწყდება. 1992 წელს ბარსელონას ოლიმპიადაზე ოქრო რო ვერ ავიღე. ქვეყანები ისროს არა ბარსელონა სად მონაწილეობდი კაცი. არა მედალიიდო ჩემთან ახლოს და ვერ მივწვდი რუამეხო არა და აი დიდი მედალი აიღე თურმე ვინდა სულელი რო ხარ 92 წელია ვინ გეტყვის რამეს არავინ 90-იან წლებზე გამახსენდა ჩემო ნიკოლოზ გამოდის რომ ნუგზა ერგემლიძეს ამ ფესტივალის საუნდტრეკი თეთრი რელსები მთიდან ვეშვები კაი 30-40 წლის წინათ აქ დაწერილი და ნამღერი. კი ბატონო. გამოდის რომ დაახლოებით 40 წლის წინ ბატონი ნუგზა ერგემლიძე ზრუნავდა ჩვენს კარგ განწყობაზე. და დღეს უკვე ჩვენ შოუში დოლგარმონზე უკრავს და კაიფის განწყობაზე გვაღერებს ჟოვრელები და გიორგი შოშიკაშვილი. რადგან სპორტი დავიწყეთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს რაგბის ნაკრები კიდევ ერთხელ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე. ვილოცავ. და რაც თავარია რეიტინგში მე-11 ადგილზე ავიწიეთ და თვით უელსს გავასწარით. რაც ყველას ძალიან უხარია. კი ბატონო, აბა უელსელებს კითხე თუ უხარიათ? კითხე? ნუ ახლა ყველას თლად არა. ბოლო მატჩი ესპანეთი დავამარცხეთ, თანაც იმდენი ქულით მოუგეთ ესპანელებს რაგბი, რომ ფეხბურთის რევანშიც გამოვიდა. ევრო 24-ზე რო გამოგვაგდეს რაგის გამო. ისე სწრაფად დარბოდნენ ჩვენები ესპანელებმა საცუთხეს კარგად გადათვალეთ მგონი მეტნი არიან ეგენია. მოკლედ ესპანეთის საშინლად ჰოლანდია უბედურად და შვეიცარია ჯიგრულად დავამარცხეთ. რითაც საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ რაგბი ჩვენი თამაშია. არა ეს ხა ხუმრობა არ იყო, უბრალოდ სიმართლე ვთქვი. კი ბატონო. ახლა მეც გეტყვით ერთ სიმართლეს. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ მართალია. მადრიდის რეალის ფეხბურთელი ფრან გარსია ცოლს გაშორდა და ცოლად სიდედრი მოიყვანა. მოიცა რეებში ძახი ითერა მარგარიგობს. აბა იმე გავგიჟდები. ესე თქო ანუ ახლა სიდედრთან ძინავს და ცოლს ეძახის გვერდს. დაახლოებით მასე გამოდის შეოპატა. თავიდან გავიფიქრე ეს ხوار გაგიჟდა თქო, მაგრამ სიდედრის ფოტო რო ვნახე არა გაგიჟებული. მე მესმის გარსიას. მაჩვენით რა ეს ფოტო ხო შეიძლება. ეს არის ხო? ესა სიდედრი. სათქონა თვალები აქამია, მას ვერ გაკეთე. შვილი რომ მოყავდა ცოტა რა კანია. ჩემი აზრით აი სიდედრი, აი. ჩემი აზრით სიდედრი რატომ აიყვანა? რა კანია ბიჭო? მაცალე. არ ქონია ჯერ გორწილი და დაგმადიჟეო რუჩანა რა სიდედრები შეიძლება არსებობდნენ. რა კანია მართლა. მოდი თავიდან ვიტყვი ამას. მადრიდის რეალის მეურნეობა ისე მოეწონა, მაგრამ და სიდედრი თავიდან უნდა. არა, ნუ ეხა ხო მართლა მაგარი ქალია. ასლაბანაკო, კაცო. ეგ ერთი ნაკლია ქვითონ სიდედრი იყო. საღადან სიდედრი. გამოასწორა, მოკლედ 100-ია, ჩემო ბატონო. კი, გადასარევია. მოკლედ ახლა გავაგრძელოთ საუბარი. ჩემი აზრით სიდედრი რატო მოიყვანა თუ იცი ცოლად? აბა რატომ? ეთყობა. მე კი ვიცი რატომ მოიყვანა, მაგრამ ვაიც. ეთყობა აბრაზებდა ცოლი და ამან შენი ასე და ისეო. კი არ უთხრა, პირდაპირ შეასრულა.
შეუსრულო და კარგი ქორწილიც გადაიხადეს. თანაც ეს იყო ერთადერთი ქორწილი, სადაც სიდედრი რძალს არაფერს არ უწუნებდა. ორივე თვითონ იყო და რა ვიცი. აი ახლა რა გამოდის, ესე იგი, შეხედე სიდედრის და ფრან გარსიას რომ შვილი ეყოლებათ, ის ბავშვი იქნება გარსიას ყოფილი ცოლის დაც და გერიც. ხოლო მანამდე თუ შვილი ყავთ გარსიას და პირველ ცოლს, ის გამოდის სიდედრის შვილიშვილის და გერიც. მოგლეთ ზართულად არის საქმე, ჩემო მეგობრებო, მაგრამ კაი სერიალის მასალაა დამერწმუნებით ალბათ. კი ბატონო, მაგრამ ახდება იცი აქამდე სიდედრის ხსენებაზე თუ გინება მინდებოდა, ეხლა გამაჟურჟოლებს. როგორ განვითარდება მოვლენები გარსიების ოჯახში სეზონის ბოლოს შეგატყობინებთ. ხო, არ ავჩქარდეთ, დაველოდოთ სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დახურულა, შეიძლება ცოლისდაც დაიმატოს. გაგიგვირდება და საქართველოსთან ერთად ამერიკაც განაგრძობს ტექნოლოგიურ წისვლას. აშშ-მ 100,000 ჰუმანოიდი რობოტის შექმნას გეგმავს. რო კითხო დემოკრატიული ქვეყანა და ამ დროს მექსიკელებს რობოტები ურჩევიათ. აი რა არის ხლა ეს? მართალ უჭკუოდაც აკეთებენ. რობოტების გამრავლების პროგრამები შეიმუშავონ და მერე 10 წელიწადს რო შექმნან. თავის გახდებიან მალე 100,000. კი ბატონო, ისე შენ რომ გაჩუქრონ ერთი რობოტი, აი რაში გამოიყენებდი? დედალი თუ მამა? იდიო ხერი, კაცი ხარ. ჩამასივდი გარსიას სიდედრზე და აგერ რობოტზე რას მეკითხები? აგერ აღვლება გარსიას სიდედრი ხალხი. რობოტი მყავდეს და ისიც მამალი. ხო. კაი იყოს დედალი, რას იზავდი? უზავდი არა, რას იზავდი? ერთ რობოტურას შენ მოგცემდი. რო დაყრიდა რობოტურას. ჩვენთან არ იმუშავებს ამას, რომ ქართველი დიასახლისის საქმე დაავალო, გადაიწვება მეორე დღესვე. ისე რა მაგარია რობოტი რომ მიწევლება. დაიწვა შემი დაპროგრამების საათი. მაინც ჩამოვლენ ეგ რობოტები ჩვენთან და იმედია ესენის დანაძირები და დამპრობლები არ ჩამოვლენ. ან იქნებ მასეთები ჯობდეს, თორე დაგტოვებენ ეგენი უმუშავა პრობლემა. სადაც რობოტია, იქვია მასკი და სადაც მასკია, იქვია ტრამპიც. ხო და ტრამპს სურს ღაზას სექტორი შეიძინოს. ასევე უნდა კუნძული გრენლანდიაც, ხოლო კანადას ამერიკის შტატობა შესთავაზ. მოკლედ იმდენი რამის შეძენა უნდა ბარათით რო გადაიხადოს. მარტო ამის პლუს ქულებით მოუვა კიდე 1-2 კუნძული. კი ბატონო, ესია. ხო და სანამ გრენლანდია და კანადა ფიქრობენ, ტრამპი ღაზას სექტორს მიადგა, რამდენში მომცემთო. პალესტინელებმა ისრაელს კითხეთო, ტრამპა უპასუხა, ებრაელებთან ფულზე ლაპარაკი რომ დომოდა, თქვენ კი არ მოგადგებოდით თოკაც. მელანია ტრამპმა დონალდს უსაყვედურა ღაზას სექტორი რაჯანდაბად მინდა. მე სველი წერტილების გაკეთება გთხოვე, ცხელი წერტილების კი არ ვითხოვია. ისე კაი გაცდა. იყიდის ცივ გრენლანდიას, ცხელ ღაზას სექტორს გადააზავებს და კაი ჩვენნაირი კლიმატიანი ახალი შტატი გამოუვა. მოკლედ ეს ტრამპი ქვეყნებს ისე ყიდულობს, გეგონება რესტორნის მენიუდან მიჩნევს. აბა, რატომ გიყვის ნიკა ესა? მსოფლიო ხომ ერთი დიდი ბაზარია ჩემო მეგობარო. ხედავ როგორ ქადაგად დავეცი. რაც იარაღით არ გვარდება, გვარდება. რითი პატა? ფული. კიდე გაი კლარნეტი თათი. და რაც ფულით არ გვარდება, რითი გვარდება გიო? დიდი. ხვალე $2 მოიტანეთ. შეძენის პარალელურად ტრამპი ეკონომიაზეც გადავიდა. ვენაცვალებ შენი. იგი აჩერებს ისეთ უცნაური პროექტების დაფინანსებას, როგორიცაა მაგალითად მოზამბიკელი მამაკაცების წინადაცვა. არ ხუმრობ, მართლა აფინანსებდა თურმე ასეთ რაღაცას ამერიკა. რა ცუდია, მოზამბიკელი მამაკაცი რო ხარ და ამერიკიდან დაფინანსებას რო ველოდები იმისთვის, რომ წინდაცვეთა გაგიკეთო. წარმოიდგინე მოზამბიკელ კაცს რო დასცინიათ.
შეგიდებ თლიანი გენიტალიები დადიხარო? რა უკრას გააჩერა ეს დაფინანსება და შემით გორმომიჯრი. ხო დავიტოვაც მოზამბიკში წინ დაუცვეთების აქცია გაიმართა. 100 როდემდე უნდა ვიტანტალოთო. 100. ტრამპმა შანსი არ გაქვთ მამაკაცების წინადაცვას აღარ დავაფინანსებ და საერთოდ ნუღა მიხსენებთ მაგ თემას. ისედაც 1000-ზე მიწევს ვიკი. ისე რა მაინტერესებს, იცი, აი წინადაცვეთას რა აფინანსებდა. ის წინადაცვეთილი ნაწილები ამერიკას რჩებოდა თუ მოზამბიკს. რა თუნდოდა. შევხედე აცმული იყო დაკიდებული საიცაიღეს მე ვერ გეტყვი. გავარკვევ და გეტყვი აუცილებლად. სამაგიეროდ კი ის ვიცი რომ ბრიტანელმა მეცნიერებმა თვით აღდგენადი ასფალტი შექმნეს. ჩემი თვალით ვნახე სიუჟეტი და გამოვშტერდი გეუბნები ასფალტი თავის თავს ილატკავდა თითო. რასტოპორე. ანუ ბრიტანეთში ორმოში თუ ჩაარტყავ, თავრობას კი არა, თვითონ ასფალტს შეაგინებ. რო არ აღიდგინა თავი რა, თვითონ რო არ აღიდგინა, როგორ ერთობა რა. შეიძლება პრობლემები გვაქვს. ეს ვინ არიან ეს ბრიტანელები რა, გამაგიშეს კაცო. ხალხს საგინებელს და საწუწუროს აღარ უტოვებენ. რა დრო მოვიდა, ხედავთ კაცო, ყველამ უნდა მიხედოს თავის თავს. მათ შორის ასფალტმაც. რა ზარმაცი ხალხია რა. ასფალტი უნდა აწვალო კიდე თავის აღდგენაზე. რას მიკეთებს? ლონდონის კეთილმოწყობის სამსახური. უჯევრატოებს ხალხს. იმედია ჩვენთან არ შექმნიან თვით აღდგენან ასფალტს. ჩვენთანაც შექმნილია ეგ დიდი ხანია რომ იცოდე. ოღონდ უყურე როგორ არის ჩვენთან თვით აღდგენადი ასფალტი კი არა, თვით აღდგენადი ორმოებია. ანუ ორმოს თუ ამოავსებენ, ორმო თავს აღიდგენს და ისევ ორმო ხდება. თუმცა ჩვენთან ყველაზე ნაღდები და ხარისხიანები არიან ჩვენი ბიჭები, რომლებიც რამდენიც არ უნდა დაუკრაენ, რამდენადაც არ უნდა დაიღალონ, მაინც აღდგებიან და თავიდან უკრავენ. კი ბატონო, მოკლედ ჩვენ შოუში დოლგარმონზე უკრავს და კეიფის განწყობაზე გვახსენებს თვით აღდგენადი ქსოვრანები და გაზიზინებული გიორგი შოშიტაშვილი. ახლა კი ჩემო ძვირფასებო, ძალიან კარგი სტუმარი უნდა წარვადგინოთ ჩვენ შოუში. გთხოვთ მივესალმოთ, ჩვენი სტუმარია არაჩვეულებრივი მოცეკვავე, არაჩვეულებრივი ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე, უმცროსი და ანსამბლ რუსთავის მოცეკვავეები. ხო. ვაში გილასოლე გადასალე. ეთილი იყოს. მე მოგესალმები. აბჯანდი. გადასარევი შვენიერი. მე ჯერ რაც დამაგდა ბავშვობაში 1-2. ესე იგი მე სხვათა შორის სკოლაში დავდიოდი, სკოლაში იყო ხოლმე პატარა წრეები იყო და იქ დავდიოდი და მერე ნელა-ნელა გეტყვით როგორც ეკავთ მე და ნიკოლოზი. საოცრად. ნუ თქვენი ფეხები ყველგან საინტერესოა და განსაკუთრებით ჩემ გადაცემაში კეთილი იყო ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ მთელი ძალდატანება მოდის გასმებზე და ილეთებზე. ხო ასია, ხო არ ვცდები. მადლობა. რო იყვან აკადემიაში ბავშვებს თავიდან ფეხებზე უყურე? ნუ ვიწყებ წელიდან დაწყებული ტანი. აღნაგობა უნდა ნახო როგორი ტანი აქვს, როგორი კი ბატონო. როგორი ფეხები აქვს, შოლტივით ფეხები თუ აქვს, მე უკვე კი ბატონო. ანუ კალტერფიანი არ იყოს. ანუ ფრიდონ იმის თქვა კიდე რომ ჩვენთვის უკვე გვიანია ხო? არა, ჩვენთვის გვიანი არადროს არა. სხვათა შორის მაგარი მომატებულები მეჩვენებით და რო იცით. რა მაგარია. ასეთ ადამიანებთან რო გაქვს ყოველდღიური შეხება. თორემ მე ავა მობრძანდით. ისწავლეთ ქართული ცეკვა ჩვენს აკადემიაში და წონაში კლებაც იქნება. რატო დაარდო კაცო მაგას? სხვათა შორის ეხლა რას თქვი ჩვენ გადასარევოთ ცეკვავთ მინდა გითხრათ. არა მარტო საქართველოში ჩვენი
ქორეოგრაფიული მონაცემები ფარგლებს გარეთაც გავიტანეთ. კი ბატონო. ჩვენ ევროპაში სვანურებს ცეკვავთ. ბადალი არ აქვს. სხვათა შორის ნაღლის ბუშტის კახეთქვამდე. არის ცეკვებ და შენიაჯობებს. ასე რომ მე შემიძლია რამდენიმე ჩვენი გამოგონილეთი გაჩვენო. ჩვენი საუბრის დასასრულს მე და ნიკა გაჩვენებთ ამას აუცილებლად და შეგიძლიათ შეიტანოთ მე თუ რა თქმა უნდა მოგეწონებათ. არაფერი არ გვიდა ჩვენ. სამსებით უბრალოდ. მოკლედ, კარგი. დავიწყოთ საუბარი. ფრიდონ ბატონო, ესე იგი თქვენი კარიერა დაიწყო რუსთავიდან. ახლა რუსთავი 2-ში ხართ. ამ ტელევიზიის კარიერაც რუსთავიდან დაიწყო. მოკლედ ორი რუსთაველი შეხვდით ერთმანეთსაგან და როგორ მოხვედი რუსთავიდან რუსთავი 2-მდე ეს მოკლედ. ნუ რუსთავში ახლა მე უკვე 20 წელია რავს ვსეკვავ ამასამში და ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა რასაკვირველია, იმიტომ რომ ვარ ანსამბლ რუსთავის ერთგული წევრი. ძალიან მიყვარს ეს ანსამბლი, ძალიან მიყვარს თქვენი გადაცემებიც. შემოგევლე, მადლობა. დიდ პატივს ვცემ ყველა თითოეულ ადამიანს, მადლობა პირველ რიგში რომ მომიწვიეთ გადაცემაში და ჩემთვის ძალიან სასიხარულოა რომ მე დღეს თქვენთან ერთად ვიმყოფებ თქვენს გადაცემაში. ანსამბლი რუსთავიც რასაკვირველია ყველამ იცის რომ ერთ-ერთი უნიკალური ანსამბლი არის იმ ანსამბლებს შორის. ანსამბლში მომავალი თაობა მოდის, ანსამბლს უერთდება უკვე ახალგაზრდული ანსამბლი და თქვენს ხედავთ როგორი ესეთი ლამაზები და მონდომებულები არის. როგორც ამბობენ, სისხლის გადასხმაა ხოლმე. კი, აუცილებელია. ყოველთვის გჭირდება, ხო, რა თქმა უნდა. თან ახლა ასეთ სისხლს თუ გადაასხავ რა ჯობია მაგას. მომავალი თაობა იზრდება, მომავალ თაობებს ვზრდით და ახალგაზრდა. ესე იგი, რახან არ საუბრობთ ამ თემაზე, როგორც ვიცი, რაღაც სტუდიების გახსნას აპირებთ. აკადემია აქვს. ფრიდონს. რასთან დაკავშირებითაც უკაცრავად გეტყვით პარემ რომ ბოლომდე რაც გვაინტერესებს ორივეს ერთად რომ ბოლომდე გაგვცეთ პასუხი. აკადემია გაქვთ თქვენი. სადაც თქვენ როგორც აღნიშნეთ, არჩევთ წელი, ფეხი, უყურებთ ბავშვებს, ადამიანებს და მე აძლევთ საშუალებას, რომ მინიმუმ მათ ქორწილებში იმღერონ გადასალევა თუ პროფესიონალად არ გაყვევიან ამ ყველაფერს. ჩვენ ქორწილშიც აგვაქვს ნაცეკვი, არ გეგონოთ რომ ისე იყო. აი ამ აკადემიასთან დაკავშირებით მაინტერესებს სადაა ეს, რა ხდება, როგორ შეიძლება რომ ბავშვი მოიყვანონ, რა გააკეთონ, სად მოგძებნონ, რომ აი მოგვიყვე და საიდან გაგიჩნდა, რომ გიდა არ გიდა მაინც რაღაცა თითქოს მგონია რომ ცალკე გამოსული ვითახარ და რატო გადაწყვიტე ეს? ნუ მე ყოველთვის მქონდა სურვილი, მიუხედავად იმისა, რომ ანსამბლ რუსთავში ვცეკვავ და ვარ ანსამბლ რუსთავში, წლებია, ეხლა მამაჩემთან ერთად უკვე წლებია რაც ერთად მუშაობთ, ერთად ვართ, მე მოცეკვავე ვარ და ჩემს საქმეს ვაკეთებ ხუთიანზე, იმიტომ რომ მიყვარს ეს საქმე. და ოდესაც მე ავირჩიე პროფესია რომ გამხდარიყავი ქორეოგრაფი, გადავწყვიტე რომ ჩამემბარებინა თეატრალურ უნივერსიტეტში, მიმიღო რაღაცა კვალიფიკაცია, მქონოდა ეს გამოცდილება, დავამთავრე მაგისტრატურა, ისევ ქორეოგრაფიული განხრით და ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო ის, ოდესაც პირველად დავიწყე მუშაობა მამაჩემთან ერთად არტოზბახში, ვასწავლედი ბავშვებს ქართულ ცეკვას და დროთა განმავლობაში უკვე გადავწყვიტე, რომ მე მქონოდა შესაძლებლობა, რომ აი გამეხსნა სტუდია, სადაც იქნებოდა სამომავლო პერსპექტივისთვის მამაჩემის სახელობის სტუდია. ჯერ დავიწყე სტუდიებით. პირველი სტუდია გავაკეთე მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში, სადაც არის ცაბაძის ფილიალი. ცაბაძის ფილიალს ვეძახით, ანუ ქუჩაზე, ცაბაძის ქუჩაზე გავხსენით. ფრიდონ სულაბერეთის ცეკვის სტუდია და შემდგომ გადაინაცვლა უკვე ვორონცოვზე, 31 საჯარო სკოლაში და ეს სტუდიები იმდენად მომაგრდა უკვე ბავშვები, იმდენად კარგად შევისო სტუდიებში, რომ გადავწყვიტე მამაჩემის სახელობის აკადემია გამეხსნა. მადლობა ღმერთს, მოკლედ საბურთალოზე, ნუცუბიძეზე გაიხსნა არაჩვეულებრივი სტუდია. ეხლა მარტიდან ხსნით
ფილიალს, რომელიც იქნება ცენტრალური ფილიალი ბესარიონ ჟღენტის 8 ნომერში და აქ შეიძლება ბავშვებს შეისწავლონ არა მარტო ქართული ცეკვა, არამედ სახასიათო ცეკვები, კლასიკური ცეკვები, ტანვარჯიში, ხალხური საკრავები, სიმღერა, ანუ ხელოვნების სინთეზი ყველა დარგი შესაძლებელი. კომპლექსურად იქნება ყველაფერი ერთად, რაც ძალიან კარგია. აი ეს თუ იქნება რომ ქორწილის წინა კვირებში რომ სწავლობენ ხოლმე ნეფე დედოფალი შეიძლება რომ სასაკვირველია. სასაკვირველია მაგათაც ვამზადებთ ჩვენ. მოყვარულებსაც ისე. შევთანხმდებით როგორმე. და ყველაზე ეს არ მომეწონა ეს პასუხი ეს შევთანხმდები. არა, გომერტი. მე მინდოდა რომ მთელ საქართველოს გაეგო რამდენს მართვე მე. ჩვენ არაფერს შემოგა. მე არაფერს. კარგია, მაშინ ერთი 15 წვილი მყავს ჩემები და იმათ გამოვარდნები. და აქედან მე გადავწყვიტეთ რომ ეს აკადემია გაგვეხსნა უფრო აი ვარკეთილის ფილიალში. ერთი რა გამაგებინე კაცო. არა, swap არაკეიფობთ ამდენს რო შრომობ, 20 წუთია ლაპარაკობ. ამდენს რო შრომობთ. მე თუ არ დავლია არ ცეკვავ და თქვენ ესე იგი დალევის გარეშე შეგიძლიათ იგავები. ვიყვარს მოცეკვავებს დალევა უყვართ. ეგრე არ არის? კი ბატონო. ყველას ჭამაც უყვართ, სმას უყვართ, დალევას უყვართ და რელაქსი. სულ თქვენ ცხიმებს ვსვავთ, მე და ნიკამ ვიკითხოთ თორე. დალევა და ისა. ისე რა საინტერესოა, აი მაგარი ნასვავი მოცეკვავი როგორ უნდა იცეკოს. მე კონცერტი ავარია ფილიალები არ ამერიოს. ფილიალში მაგ რეპეტიცია. პრობლემა არ არის. იცი რა მითხარი ჩემო ფრიდონ და ბავშვები, ხო შეიძლება ის რომ მოგმართოთ. ახალგაზრდებო. ჩემი შემოქმედებიდან გამომდინარე სპექტაკლები, თეატრი როცა პირდაპირ შეგხება გაქვს მაყურებელთან, ხშირია ხოლმე რაღაცა ესეთი გაუთვალისწინებელი ამბები. ვინმეს რამე ხო არ გახსენდებათ ისეთი ცოტა უცნაურ სიტუაციაში, რომ აღმოჩნდით რაღაცა პრობლემა იყო, რაღაცა. ნუ კონცერტს პატარ-პატარა ესეთი ახლავს, რა თქმა უნდა. მე ხა უცებ მომაგონდა ჰააგაში გვაქვს მოგზაურობა და ნუ ბატონმა ფრიდონმა გაგვაფრთხილა რომ იქ რომ ჩავალთ, ნუ ბატონ ფრიდონს ყოველთვის უყვარს რომ ვიყოთ ფორმაში, დისციპლინა მისთვის პირველია და ჩავფრინდით ჰააგაში და გაგვაფრთხილა რომ ფორმაში უნდა იყოთ და საელჩო გველოდება და აბა თქვენ იცით 6-ის ნახევარზე უნდა იყოთ ფოიეში. ნუ გავემზადეთ, ვემზადებით და მოვიდა ეს 6-ის ნახევარი და ყველა ჩავიდა და ზუსტად 1 წუთი არის დარჩენილი და ლიფტში ვარ უკვე ვემზადები, ჩავდივარ. თორემ ბატონი ფრიდონი ფოიეში რომ ჩავიდა, ვინ არ არის, ნუ მოდებაძე არ არის. ზუსტად 1 წუთია. და იქ ნუ ფოიეში იძახის რომ ნუ საყვედურს ბრაზობს რომ საყვედური უნდა სად არის მოდებაძე? ყველა განიცდის რომ აი მოდებაძე რომ ჩამოვა საყვედური უნდა უთხრას. და ბატონი ფრიდონი სილამაზის მოტრფიალიანი ძალიან უყვარს სილამაზე და ნუ ახლა და 1 წუთი ლიფტში ვარ და მეც რომ დავხედე რომ 1 წუთი გადაცდა უკვე ვღელავ მე და ნუ გიხსნება ლიფტის კარი და თან ლიფტთან მელოდება გაბრაზებული და გავარ ლიფტთან ნუ გამოპრანჭული და რომ დამინახა გული მიცავს რომ დამინახა ვაიმე შვილო რა ლამაზი ხარ შვილო წამოდი შენგენაც ახლა არაფერი აღარ უთქვია რა ავიწყდა გაბრაზება დავიწყდა კარგია, კარგი ჩემო ბატონო. ესე იგი, თბილისში იქნება ეს სტუდიები მარტო. იცით რა ჩვენ ძირითადად შემოვიფარგლეთ ეს წელიწადი თბილისის მასშტაბით, მაგრამ აუცილებლად ვიწყებთ უკვე რეგიონალურ კუთხეებში. აქვე მინდა დავაანონსო ბოდიში პატრონო და იმერეთიდან დაიწყება. მოიცა ერთი წამით, რატო დაიწყება ხა ვაიდავა ის იქნება და კახეთიდან იწყებს ეს კაცი. რა ეტაკი პირდაპირ კაცო. სიმღერა და ცეკვა არის კახელების, ოდითგანვე ცნობილია ეს. კი, ცნობილი. არა, არ გაწყენინებთ ბატონო. გურჯარი და თუ დაიწყებ ისე იმერეთი მირჩევია მაგრამ. ჩვენ დავიწყებთ დასავლეთიდან და დავამთავრებთ თელავში. შეგენაცვალე, კარგია რომ დასავლეთია და კერძოდ არ დააკონკრეტეთ ერჯოლა. თელავიდან დაიწყებს. ეს უკვე აპლოდისმენტები შეგვეგობრებო. ყავს გამოსილი
ძალიან ბევრ ქორეოგრაფებს ვიცნობ და მივცემთ შანსს რომ ისინი იყვნენ ჩვენი ჯგუფის წევრები. იქ რეგიონებში დიახ და მათ ექნებათ შესაძლებლობა ჩვენი გეგმებით იხემძღვანელონ რა როგორც ჩვენ ვაკეთებთ. აი ეს გეგმები რა გეგმებიც გვაქვს ასევე იმ რეგიონალურში ხო როგორც ფილიალი იქნება და თქვენ სტატუსის გარდა ასევე იქნება ის გეგმები რა გეგმებითაც წინ მივდივართ. ჩვენ ასევე თავდაცვის სამინისტროსთან გავაფორმეთ მემორანდუმი და ბავშვებს შეეძლებათ ნახევარფასად შეისწავლონ ქართული ცეკვა. აი იმ ჯარისკაცებს, ომში დაღუპული მეომრების შვილები, ვინც დღეს არიან და უნდათ რომ იცოდნენ სახელოვნებო სკოლაში, თავისუფლად შეძლებენ შეისწავლონ ნახევარფასად. ამ სიკეთეს ვაკეთებთ ჩვენ და ვემსახურებით საქართველოს. გადასარევი ჩვენი ვერთხელ ხელი მოგება. ბიჭებო მესმის ახლა ამისთან გოგოების გვერდზე რო ხართ დამუჯებულები ხართ, მაგრამ რომელი უფრო მჭერმეტყველი ბრძანდებით გარდა კარგი ცეკვის? სახელი რო გაგვიჩნდა? ლუკა მქვია. გვარი? ტყეშელაშვილი. შეგენაცვალე. რამეს ხო არ მოგვიყვები ისე საინტერესოს? 73 წელია და კარგია. ესე იგი რა მინდა იცი კითხო. ფრიდონის გასაგებია ეხა საიდან მოგინდაო ცეკვა ამას ვერ შევეკითხებით, მაგრამ თქვენს ოჯახის წევრები ცეკვავდნენ და რაღაცა განაპირობა თუ ზოგადი ქართული ამბავია? ჩემთან ოჯახშიც ბიძა ჩემი ცეკვავდა. სიმღერითაც გამოირჩევა ჩემი ოჯახი და ესე ბავშვობაში მომკიდეს ხელი და მიმიყვანეს ცეკვაზე 5 წლის ვიყავი და იქედან რაც დავიწყეთ დაახლოებით 21 წელია უკვე რაც ჩოხამაცვია და ასაბრუსთავში 12 წელია რაც მოღვაწეობ. ვიცი, ყველაფერი კარგი მოგონებები მაკავშირებს, რაც თავარია ასაბრუსთავთან. და 1 წელია, სულ არის 22-ის. სულ 28 წელს. ზარმაცობ, მე არ ვიცი. არა, ნიკუშამა წეგა როგორც 5 წლიდან ცეკვავს, ნიკუშაც, მაგრამ უბრალოდ ჩოხა ვერ შეიკრა. არჩენი არ არის. ისე რა არის? მეც არ ვცეკვავდი ბავშვობიდან. ეგრეს ვერ ვიტყვი რომ მე ვცეკვო. მე თავიდან სპორტი მიტაცებდა და მე 15 წლიდან გადავწყვიტე რომ უნდა დავიწყო რა. სიბილი, კოჭის ხდა. ნუ ბატონ ფრიდონს საოცარი იუმორი აქვს. საოცარი იუმორი. ვიცნობთ ახლოს და მოკითხვა რა ჩვენ უსაყვარლეს ადამიანს და აპლოდისმენტები. მართლა ლეგენდას ქართული ცეკვის და თვითონაც ადამიანია ძალიან მაგარი. საოცარი. ფოტოშორის ერთი რამე მინდა გაგიმხილოთ, არ ვიცი ეს იცით თუ არა. მოსწავლეებმა ასე თქვა შეიძლება. კარგად სვავს ფოტოშორის. ეხლა არ ვიცი როგორ არის, მაგრამ კარგად სვავდა და რამდენჯერმე მომიწია მასთან ერთად. ფოტოშორის მკაცრიც არის, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ დალიე ბოლომდე ნუტოვეფო მეუბნებოდა. ამოყვარდა დალიე. რომ მიხვდა რომ მე ცეკვისში არაფერი არ გამომივიდე და დალიე ბოლომდეო. ეს არის ხათრიანია, რაფრით მასწავლებელს არ აწყენიებს ამხელა ქორეოგრაფს. მეუბნება გააკეთე ის გასვლა როგორც გასავლე ისე და ბოლომდე სვავს. ისე იშვიათი იყო რესტორანში რომ გაესვა რა. თუ გაუსვავ და წავიდო და ბანკეტის ბოლოში ჩავიდო და იქიდან გავუსვავ და მე ისე ეგ ახლა არ ვიცი ხა ის ხო ისტორიას და ჩვენ ქვეყანას დარჩევა რომ ეგ საფირმო გასმა რა. აკეთებ შენ? იცი რა მე ვცდილობ რომ გავაკეთო. აი შენ თვითონ შიგნით როგორ გგონია? თვითონ რას გეუბნება ყოველ შემთხვევაში? ეხლა მამაჩემი რასაკვირველი ამაყობს რა დღესაც რომ მოდის რეპეტიციებზე რომ უყურებს რომ ჩვენ ვარჯიშობთ ეხლა რომ ხედავს რომ ახალგაზრდები შემოუერთდნენ ამ ანსამბლს და ნახულობს რომ მონდომებულები ვართ და ავრჩერდებით გახარებულია იმიტომ რომ ხედავს რომ მომავალი გძელდება მე ვაგძელებ მამაჩემის გზას მეც მინდა რომ გავაგზავნო მამაჩემის გზა და ანსამბლი რუსთავი ჩვენი ერთგული ანსამბლია და რომ მოდის და რომ ხედავს რომ ესე ვშრომობთ ეს უხარია და ამასაც მე ვკითხულობ გასმას როცა აკეთებ შენიშვნა მოუწია გასმაზეც შენიშვნაც მოუწია ბევრჯერ მოწონებაც დამსახურე ბევრჯერ მაგრამ მე საკუთარი თავის უკმაყოფილოა მინახავს შენი გასმა და სხვადასხვა ძალიან
გადასარება გამოგდი. ფრიდონი ახლა ლეგენდაა და ლეგენდაა, მაგრამ მე ვცდილობ რომ ჩემი ჭია გავახარო. თავდაბალი ადამიანი. მოხდები ანუ. სხვათა შორის მინდა გითხრა რომ გასმებს აკეთებს პატა ძალიან მაგარად. მაგარი დღეს მანქანას გაუსვა. აი რა საერთოდ არის ორი რაღაც სულაბერიძე მოდისო და გასმებთან დაკავშირებული იყო. კი აბა რამე ძალიან ნანობს ხოთი შორის რომ არ გავყევი ყოველ შემთხვევაში ხა ჩემ სამსახიობ მიმართულების თვალსაზრისით იქ კიდე რაღაცას მოახერხებ ხა იმდენი ცეკვა არ ჭირდება მაგრამ ხანდახან ისეთი მაგარ ცეკვას უყურებ ადამიანური მომენტია და მე აუცილებლად როგორც დამპირდით ვივლი და მოვძანდით. ამდენ აკადემიებს ხსნით და ეხა ერთი აზრი გამიშთა თავში ჩემო ნიკოლოზ და უნდა გავაჟღერო. აბა ჩვენ გადაცემაში ხშირად ჩემო ფრიდონ არის ხოლმე რომ რაღაცას ვოხუნჯობთ თავისთავად და გარდა ამისა რაღაცა სიმღერებსაც მღერით რაღაცა საინტერესო და არიან ხოლმე ჩვენთან ადამიანები რომლებიც ასე ვთქვათ ცეკვავენ ამ სიმღერებზე და რაღაცა ხელს გვიწყობენ და ასე შემდეგ. თან თუ შენ ესეთი აკადემია გაქვს, ამისთან არაჩვეულებრივი ადამიანების გარემოცვაში ხარ. ხوار ვითანამშრომლოთ თქო და ჩვენი გუნდის წევრები გახდეთ თქვენ და რამდენჯერმე შემოგვიცეკვეთ ხოლმე ჩვენ სიმღერებთან გაერთობით. კაცები არა ვართ, გოგო ბიჭებო. დალევა კი გვიყვარს, პატარას გაგილოთებ აქ ვიცი კითხნებია. მეტი არაფერი არ მოხდება და დავიწყო. არ დავიწყდეს და პრობლემა არ არის. ამდენზეა დალე. გადასარევი აზრია გადარაბემ. უერთდები, ასაკვირველია. მე თქვენ გვერდში ვარ და გვერდში გიგულოს თქვენი აკადემია. ესე იგი, მოდი ხა დავაკონკრეტოთ. შენი აკადემიის სახელწოდება როგორ არის? ფრიდონ სულაბერიძის ცეკვის აკადემია. მოკლედ მობრძანეთ შემო ნიკოლოზ ფრიდონ სულაბერიძის ცეკვის აკადემია აფორმებს მემორანდუმს პარტა გულიაშვილი და ნიკა არაბიძის შოუსთან დღეიდან თუ შეიძლება რომ ფოტოები გემრიელო დავაფიქსიროთ რომ ვიცოდეთ ეს აგე ჩემო ბატონო უნდა თქვენი სახით გადასარევი დიდი მადლობა გადასარევი და მშვენიერი ესე იგი უღრმესი მადლობა ამ რამდენიმე წლის წინ ჩემო ფრიდონ უფროსი ბატონ ფრიდონის ღვაწლი რა თქმა უნდა დაფასდა და მისი ვარსკვლავი გაიხსნა ფილარმონიის წინ და იმდენი ვისაუბრეთ რომ გისურვებ შენს იმდენი გეშრომოს ჩემო ბატონო შენს ვარსკვლავს მათ დაამშვენოს ჩვენი ფილარმონია და თუ შრომა მაინდა-მაინც არ გიყვარს მე მოგქიტასტომებს და გლიჯოთ ერთი ვარსკვლავი არ არის პრობლემა. როგორც ერთი მე დარწმუნებული ვარ რომ საკუთარი შრომით კი ბატონო. ჯობია. აი ბნელი ღამე და კაფელჩიკი ეგ არის. გლიჯოთ ერთი ვარსკვლავი. ესე იგი ჩვენი მემორანდუმის შესახებ რომ ვისაუბრეთ. შესაბამისად მაყურებელს გაუჩნდება ეხა რომ აბა როდის იქნება ეს და რამე ექსპრომტად ხო არ მოვიფიქროთ ერთი სიმღერა გვაქვს ჩვენ ახლა გასაკეთებელი დღევანდელ გადაცემაში რომელიც უნდა გავაჟღეროთ. სხვათა შორის ეს სიმღერა ამ სიმღერისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ბატონ მორის ჯანაშვილს, ჩვენს მეგობარს, საქართველოს მეგობარს, რომელმაც ასე ვთქვათ მოგცა ამის სიმღერის საშუალება და უფლება. დიდი მადლობა მოვიკითხავთ მორის ოქროს ადამიანს და მე ვიმღერ. თუ ამ ყვებიან კარგი იქნება და რავი რა გამოვა ვნახოთ და იქნება და მე უნდა დავაბრუნოთ უკან და ეს ამოუჭრათ საერთოდ. არა, კაცო, ეხავე დავანთებს ცეცხლს. კი ბატონო, საინტერესოა. ცეცხლის დათემასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მე შემიძლია რა. მეთვლებს გავაკეთე 1 2 3 რადგან მაყურებელს შევპირდი. ჩემო ბიჭებო, მოდი ნიკუშა ჩემთან უბრალოდ მინდა რომ გაჩვენოთ სვანური ახალი ილეთები. თუ შეიძლება რომ სვანური და კარგად დაგვაკვირდით ბიჭებთან და მე და ნიკოლოზი გაჩვენებთ როგორ ვცეკვავთ ჩვენ და უпростоრად ვწვალოთ. აბა, მაესტრო. დანამენ შეგაკეთე როგორ არის
ყოფილა სწორი. აი ეს ვიყავი მე. კარგით, მოდი ჩემო. ფრიდონ, მოკლედ დავემშვიდობოთ ამ ბლოკით ჩვენს მაყურებელს შემო ნიკოლოს და ნახოთ რა გამოგვივა პირველი ფრიდონ სულაბერიც აკადემიასთან ერთად ჩვენი სიმღერა და თქვენი ცეკვა. ჩვენი პატარა კოლაბორაცია. წავედით ანსამბლ რუსთავის მოცეკავეები, ხო? ქალბატონო აღარ დამაღონო იქნება გამაგონო შენი ხმა რა გაწუხებს ოცნება თუ ფიქრები ხამხამობით მარტობა გახჩობს ოცნებების ფერებს თუ არ მიხვები ფიქრი ოცნება დაგტოვებს მარტო აღარ ვიცი რას მივანდო ჩემი გულის ხმა ვერ გავიგეთ ჩემი ხარ თუ სხვისი ხარ ჩემო ქალბატონო აღარ დამაღონო იქნება გამაგონო შენი ხმა აღარ დამაღონო ჩემო ქალბატონო იქნება გამაგონო შენი ხმა თუ არ ხარ ჩემი ისიც მითხარი ვინდა როდის შაგიკეტა ჭიშკარი თურმე როგორ მოღრუბლულაცა გიყურებდა ვითომ ვეღარ მიცანი აღარ ვიცი რას მივანდო ჩემი გულის ხმა ვერ გავიგეთ ჩემი ხარ თუ სხვისი ხარ ჩემო ქალბატონო აღარ დამაღონო იქნება გამაგონო შენი ხმა აღარ დამაღონო ჩემო ქალბატონო იქნება გამაგონო შენი ხმა ქალბატონო აღარ დამაღონო იქნება გამაგონო შენი ხმა აღარ დამაღონო ჩემო ქალბატონო იქნება გამაგონო შენი ხმა და თუ მაინც ვერ გამრიხე გულიდან მაშინ რატომ ემალებით რავს შენ სიყავარულს თავზე მეტად ვუვლიდა აბა როგორ მოვეფეროს ხავას რას მივანდო ჩემი გულის ხმა ვერ გავიგეთ ჩემი ხარ თუ სხვისი ხარ ჩემო ქალბატონო აღარ დამაღონო იქნება გამაგონო შენი ხმა აღარ დამაღონო ჩემო ქალბატონო იქნება გამაგონო შენი ხმა ჩემო ქალბატონო აღარ დამაღონო იქნება გამაგონო შენი ხმა აღარ დამაღონო ჩემო ქალბატონო იქნება გამაგონო შენი ხმა ჩემო ქალბატონო აღარ დამაღონო იქნება გამაგონო შენი ხმა აღარ დამაღონო ჩემო ქალბატონო იქნება გამაგონო შენი ხმა ჩემო ქალბატონო აღარ დამაღონო იქნება გამაგონო შენი ხმა აღარ დამაღონო ჩემო ქალბატონო იქნება გამაგონო შენი ხმა ეხლა დაიწყო გადმოვაბრუნე ეს ეგენაცვალეთ რა ძივარ გავთ ვიკაცო
ეგ რა კარგად ჩამოიწყეს, როგორ ხართ, ბიჭებო, გენაცვალეთ რა. თანა როგორ აყინამს, დაი. მე კიდევ წეკვავი, რას გონი? როგორ ყინავს გარეთმით. აი როგორ აი უჯად ძლებში ატანს, ჯო. აბა რა, ვიჯო, აბა რა. დეიან ამართლა ძვალსა და მილში. მე და რაცივა გარეთ, ვიჯო. გეურები კაცი. ეგრე იცის, თემი. ძალიან სწორად ხოდა, გუდი გაღინულიას. ვაგაიში. მარო! შამო ერთი კოცონი მაინც დაუთე გოგიასა. გაიწელავს გარმოსა და ცხელი ჰაირო წამაიღებს კარგი იქნება. გაუთვება გვერდები გიორგასაც ახლოში ისეგა რა. გაიგე? ბიჭო! ვიარა და გოგო! მარო! სადაღარ გოგო! შამაგინებინებს თავსაკეულები და ეს ახალგო. ბიჭო, არ მაგონებს, ხედავ, აი სპეციალური. რა იყო მე შეძვენახშია გადასული თონი ბიჭის თვითა. ოჩახშინა ნელა სწავლობს უკვე ხედავ შენ აბა კიდე თქვენი თინარიო თონი ბიჭის თვითა. ცოტა ზემო ჩუმლაყური იყო მაგრამ არა ვისავრა წარტყა მე ხუარი გახდი შემადგენლობაში მაგე. აბა რა ნიჭიერი რო იქნები ბიჭო კაცი აბა რა ვქნა ბიჭო რა ვქნა დავიწყო რეგიონალური ამბები მიმოხილვა. მარა უნაქნა აბა არ დაიწყო შენს კაი თავი არ მოიკრა ეხლა იწოდა უწოდა შენს კაი ნიჭიერი ხარ მაგე. მიდი გლიჯა აჰა ესე იგი დაიწყე რა უნდა ქნა ბიჭო ხალხი ხოდა ეს ტელევიზორთან არის მეთქი მაგითვინა ეხლა ეს აქცენტი გააკეთე მაგრამ ეს დინჯე მაინც იმერული აიდეგერვა რა აბა ხალხო მზად ხართ ხო გირთიათ პენჩები და ოღად მოყუჩებული ტელევიზორებთანა ხო და გაგიმარჯვოთ თქვენა აბა მისცხები ესე იგი კაი ამბავი მაქვს მე რიკოთ გადაღმა ჩემიანებისთვის იქით. ედი ახალი სწრაფი მატარებელი დეინიშნა თბილისი ოზურგეთის მიმართულებით და კაი ბელტივით 2 საათით შეამცირა გზა. უფრო გასაგებად რო გითხრა და აგისხნათ 1000-ზე მეტი დაგან. ეს მოაკდება დაახლოებით 20,000 ჯერ. აჰა დაგან. ეგა ხარდებოდა შენა ეგ ამბავი ხო იცი ნეტა ქუთაისში აჩერებს ეგა თლად ქუთაისი არა რიონში რო ჩახვალ სადგურიოში და როგორია ევიო ჩემედი უკვე ქუთაისში და გოდო უხოს ვიჯვაკ და დააწობა გურიაში ამნაირი იხმალი მაქვს მე კაცის მატივისება რომ მინდა მაშინ შეიცვლება მარშრუტი ვადავაიც ატივისება ვარა რასი ძახი ხა შენ რას ქვია ვიო რა ჩრიტინო ვიო ხელაგაძე შენ აგერ ბიჭების გადაბაიჯება მინდოდა ჩემთან ქუთაისში მაგრამ რიონიდან ხوار გატარვით მე ხერხულია მოკლედ არ გამევიდი ამბავი და ვეგედოთ ისევია გადავიყო თბილაკი 2 წელია ჯო მიზეზია დელია 2 წელი დიდი ოხერი კაცი ხარ შენა ეგ ახალი მატარებელი კარგია მაგრამ აქეთა ჩვენსკენა თელავი თბილისი როდის უნდა აღემიდგინო ნამათავა ჰა თქვენ ზამია ბიჭო შენ როი შენ ეგლიჯა ყოლიბერს დაძე ხანდახან იმნაირი კაი ავტომატი გაქვს მატარებელი და გადგიდეთ მატარა მაგრამ სულ უმატარებლოდაც არ რჩებით ზამია აგერ აპრილში ხო მალე დადგება კეიცი ახლა შენ ჩემი არ იყოს თვედარიცხვი და წელიწადის დროები და ბაქო თბილისის რეისი ახლიდან ინიშნებაო და მანდაც სწრაფი და გადარეული მატარებელი ის ასულელებ შენიერი ამბავია ხო ეხლა ბაქო კარგია ხო არ წავიდეთ მადა საგულაოთა ბაქოში აი გაგაგულავებ შენ კარგა იქოჩემე დადა გაგაგულავებ დაჯექი აგე მეთქი ბარემ თონი ფიჩხი ვერ მაიტამა თონი ფიჩხივით კი დაგვაცხერა თავზე დაჯექი მანდან უგააჭირე რაღა დრო ჩემი გულაობა ვინ და შენ მაინც იცი რისი ოყლაყიმა ხო გასაგები გამარჯობეთ გენაცვალე ყველა დედაბუდრიანად აქ დედაბუდრიან მაინც უხდები ეგ
ას არ უნდა გაიგულავო ესე იგი შვიდად ვიყო და მაიცა სადაპირებდით მაიც წასვლას აჰა რა გადაი ბაქოში აჰა ეგ ბაქოში ოღონდ შემოდაია მართლა საგულავოდ კი არ მივდივარ ეს ლაპარაკო კონცერტი აქვს აგე ბიჭებსა და ეხლა რეპეტიციობდით გაიგე სად ვიყავით ბიჭებო ის დაცხეთ მიძი ჯუჯალარის თემა მიდი გააკეთე მიდი დიმა რა კარგია რიო ამაი მე მომღერებდნენ ხოლმე პიონერთა ბანაკში ბალღირო ვიყავი ხო ფოლადა ბულბულოღლი მიხო რა ფუმფულდი ახლა მაიტა და მეც წამიყვანე ბაქოში ჰა მატარებლით ბაქოში არა ამამა ჩინეთში უნდა გაგიშვა შენ იქნება გადაამუშავენ და 1-20 წელი ჩამოვიდე პატარი კარგი შენ იცინე და თუ გონია რომ არ დადის ჩინეთიდან აქა მატარებელი ძალიანაც ცდები ებსაბო იმიყმაში არ ჩავარდი მართლა დადის შემოდაია მაგ არ ვიცოდი მამგალი არ ვიცოდი დადის ოღონდ სატვირთო ეგ შავსო ამასა კონტეინერში და ჰაიდა გაგიშვებ ჩინეთში გინდა და აიცა ცოტაც დაიცადე და იგე 2027 წლიდანაო ჩინეთიო სპეციალური მატარებლის გამოშვებაცა გეგმავსო რომელიცაო ხანდაზმულ ადამიანებზე იქნებაო მორგებულიო იგე ფოტო ნახე კაცო მე კი არ ვიგონები იგე როგორი ვაგონები იქნება შენიერი არის მოგი რა და რა ფერურა გეიგო მე რომელი ვაგონი ხატაზმულებისა და რომელიც დასმულები დიმა ეხატება ზედა რაი ანარა და ეგეთ ვაგონში იქნება პიტინის საწუწნი განფეთკი წნევი აპარატი იყო კოწახურისაგიო და ისა კიდე პროტეზი ჩასადები ჭიქები არა ძმაო მე რო ვაგვირდები 10 ღირს დამერება ამის დანამატარებლების დუილვის დამერდები ამას არა ჯობა ეცა სიბერა რა უთხარი არა ელექტრიკის ზრისები ვარ ჩვენა მე საქმე არ აქვს მაგრამ მე რას დავაკვირდი იცი შიტოვით შეგინდა ჩემი თავი აი ბიჭო უკვე მესამე ნიუსია მატარებლებზე ვლაპარაკობდა იქ ქვეყანაში ვარ მივდივართ დიგრინ არა სიტყვი ჯვარი გვეწიროს აბა ერთი გარეთ ეთერში ვარ თუ დეპოში ვეღარ გავიგე მაგრიდან კაი ზავია დეპოში არ ვარ და ჩინეთში ვარ უკვე ჩემი მდგონია იმიტომ რომ მე შემდეგი newspaper აგერ ჩინეთის რეგიონიდან კარი მიდი კერძოდ კი პატარა ქალაქ ქსინჰუიდან არის შემდეგი ნიუს პატარა ქალაქიო ჩინეთითი პატარა ქალაქი რა მხელაა ესა ალბათ ცხოვრობს შიგა ერთი 80 მილიონი ადამიანი რა ხოდა რა ხდებაო ქსენჰუაშიო რა ქსენჰუაშიო ვიო აფერი გარყანელი არის პატრონი გადაუხია მაინც სად გადაუხვიო მადუნა ჩაუხვიო ჯო რა ეგრე არა მე დავარქვი მაქალაქს ეგ იდი თუ რავი რაც არის მაგი ქსინჰუი ვიო ქსინჰუი ძენიერია ეი მახსოვრე ქსინჰუი ნუ მომჭერი თავითელი ჩინეთი გიყურებს აკანა მოკლედ ამ ქსინჰუიში მოყვანილი მანდარინის გამამშრალი ქერქი გამამხმარი დაპოვიშრალი 1 კილო $20,000 ღირებულად აბა მეჭკვა მაქვს ახლა ვითომ თავში როდიდან გეუნები მე ახლა მივხვდი ჯო რაც წელს მე მანდარინი ვჭამე და ქერქი ვყარე ქარით ვინამიტანებია მილიონები სწორია 14 კილო შეჭამა ძვენა ხალწელი ჯო რავი არა დაი არის ნერვიულა მაგ გოტკინი გვაგონა რო გაყვეთელა ჯო გავახვიეთ ეკივე იქიდან ვიყავი უდაბორმენიებდი საკაცს ეითქვეი საკაცი თო მაი აი წევდი საკაცი აბა მე პარაშუტით ჩავიყვარე საავად ყოფილი აბა მე ვიდაბორმენიებდი იქიდან
თრალი იყავი შემოხელო. მე მეგონი. შემოდაია. მაგვანდარის კერკებზე არა შეჭავე რა შეგიძლია არა როლა. მაგრამ რა ვიცი თავარი ჩვენი მანდარინს არ ღირს მას მარტო ქსინჰური. ქსინჰური მანდარინი. დედამუა, მანდარინი კერკი 20,000. მართლა იდი ყოფილა მანდარა. იმიდე დავატი. რა შემეღება თუნდაც ბიჭო აებოდე და მანდარინი კერკი. ერთი ფეჩე დასაყრდათ თუ გამოადგევათ რომ ცოტა კაი სუნები დადგე იყობ და რავი მაგაში მე მაგალითად ფულ ვერ ვიცი. ბიჭო. მაგათ დედა ის იციან რომ ეგ მანდარინი იჭმება? ეგება ისიც ძვირია, კაცო. რავი ეგენი ყველაფერს აიჭამენ და რაღა მანდარინზე გაიბრანჭებიან, რავი აბა რა ვიცი, აბა. რა ინტერესებს ახლა მე ფიქრობ აგერა და ნეტა სად არის ეგ სინჰური? სინჰური. Who was that? რავი აბა. დაუშადა შანხაის ჩრდილოეთით. რა ჩაგადგა ახლა აბა რაო. რა და ვიჯო, შევიტანო ის ქართული მანდარინი, მანდარა და ეგება მოწყუდეს ვიც ხმია. რასო ვიჯო, ჩინელს მათყუებ შენა, კარგი რა ჯიტოვი ვითომ არიცოდე ახლა. ბიჭო, თუ არ მოეწონებათ და ისე საჭმელად მანდარინად მაინც ხო გაიყიდება, კაცო და ეგეც საქმეა რა? რავი რა, რო არ მეეწონოთ ამოდენა გზაზე ახლა რავი 12 კილო მანდარინი ძნელი სატარებელია. დრაურა დაუწუნონ ერთი. იმას მაინც ვერ იტყვი, ჩინურია და არ ვარგავ. მაგაში ხო, რავი, წადე, მე არ მეზარება, მარო, წადი დღესვე, რომ მორჩება. და მანამდე გადავაბოდებთ ამ თემასა. წელსა როგველის წელია ეგ ხო გახსოვთ ყველასა? რა დავავიწყე. ეგე ვიღაცეებსა საცხოვრებელი სახლი ეზოში. ბად, მაიხედე 102 ცალი გველი აღმოუჩენია. დედა მოუვა. ერთი ეთერა ვერ გამიღრია სახლიდან და 102 ეთერაზე ხურები შენავი 102 ეთერა რა სამო ესე იგი სიდედრის სადაქალოს მიაგრო ვიღაცა ერთად ნუ ხარ თქვენ წარეები კაცო ნამდვილ ქვეწარმავლებზე არის ლაპარაკი თუ რას ვახსენებ ხო რა ვიცი ეთყობა არ ეშინო და გველის იმ სახლის პატრონს თუ არა მე რო აღმებეჩინა ერთი კიდი ასერც რა დამათლებიებ და ვიო რა ხო ვიმსკენი ტრაქზე ახლა არ ვიქნები გაჩერებული მესამე წელს ვიქნები და ვიცი მართალი ხარ ჯო ზოგს გველი გამოადგება ზოგს სიდედრი აგე ნიკამ და პაატამრო თქვენ სიდედრი მაიყვანა ცოლათო მე ხო ბედი არაფერში არა არაფერში ბედი არა რა სიზამ ჩემო ჩიტოვით გველის წელი არის წელსა და რამდენიმე გველი კი უნდა აიტანო მაგისი ხათრით ეზოში რასო კალო ესე იგი დრაკოინ წელი რო იყოს 100 გველეშაპი უნდა ავიტანო ეზოში რემსი წახი ყوار გაიგე კარგი კალო მიდი შაცვალე თემა რა გველი ვიღაცა გჭურავს მაგათ კი მო მე რავი კარგი ხო იგე რჩები თოგონ ისევ ცხოველთა სამყაროში არაფერი კაცო ნიუ-იორკის ზოოპარკი პინგვინებისა და ჟირაფების მიერ შექმნილი ნახატების გაყიდვაზე გეგმავსო იგე რეი რეი პინგვინი და ჟირაფების ნახატები გედევინი კაცი ხატო იციან მაგერმა იგე თუ არა კაცო მე კი არ ვიგონები იგე ფოტო ნახე ეხლა უყო ჩაემოფენ თურმე ფერსა ეს პინგვინები წაღებავში და დადებენ მემრეზე და ქაღალდზე იგე პინგვინი ხო და ჟირაფი რას აიყოფს ნეტა მაგაში ეგ მაინტერესებს ზე იყვანა კიდევ გადაუხვია ისევე გაჭერდი ბიჭო ნუ გადიხარავ და უკრებავში თქვა ქსინჰუიზე არ იყოს ზაგადო მაიცა ჯო რასო მაგარი მაშინ ჩემი ვრიცა ხატავს ისე რომ თვალი მომცა და მაყურებინაო უბრალოდ არასწალია იქ თივაო მოსატანი იქ საფქვავი წასაღებიო ზოოპარკში ძმაო მოწლილები არიან თორე ჩემი ვირი მარტალზამო ზავია შენი ვირი რანაირად ჯო ჩაიყოფს ზაღებავში რას მიყურებ კუცა ბიჭო კუცა მე მეუნები ხო განუყვევო და რა წარმოიდგინე რა უნდა შეეყო კუდი ჩაიყოფს ზაღებავში და მე ამაიღებს და ეგრე აწუნწყლებს საკეთიქით რა
მიმიქარავს პიკასო, იგეთი გამოდის. მაგრამ არა ძალიან უბრალოდ და ეგ არის გამოდი. მე მაშინ ერთი სამხატვრო გალერეა კი უნდა გავხსნათ ცხოველებისთვის, არ იქნება, ცუდი რომ ვაგვირდები. დავაყენოთ, ვერე ვახატიროთ, ეს სალვადორ ბაჩვი, ლეონარდო და ვინჩი, პიკასო, რავი. რომელი ერთი? არ არის სადორევავი რა. ვირგო კი არ გამომიტოვე. შენი გადამამიწდა. არა ბიჭო მას ეხლა. ბიზნეს იდეები კი კარგი გაქვთ. კარგი მოგიძებო, მაგრამ ერთი მაინც რო განახორციელოთ, არ გინდა? არ ვიტავალა, ძალიან ძვირია. ეს ტელევიზია ყოფილა უბედურო ვაღაც. ვერ რაპერსო არ ვასწრებ შემოდია. თორე იდეები მეტი არის. ეხლა კიდე ეგეც დროა თანამედროვე ტექნოლოგიები თუ არ იცი ინტერნეტში ვერ ერკვევი. იგრე შორ ვერ გახვალ, მუკუზაი ვერ გაცდები. არ არის არაფერი ვარიანტი. აბა ბავში რაპერ ვარ ისე როგორ ვართ მაგამ ბავში? მაგამ ბავში, რა ვიცი, აბა რაღაცები ვიცით, კაცო. ხო და სანამ მაგე ხელოვნური ინტელექტებსა ბოლომდე ჩაუნაცვლები ვართ, არა? რაღაცა გავაკეთოთ შეცა, კაცო, მივდგეთ, მოდგეთ, არა? რატომაც არა რა? დავალაგოთ ბიზნეს გეგმა, ჩიტოვი ჩკრათ. რა ვიცი, აბა თავში ქეგვაქ დალაგებული ჩვენ იდეები და ეს თელიაბები, მაგრამ სიმღერით რო წარმოვადგინოთ ხوارჯობია. შენ ახლა როგორც ალაპარაკობ, ეგრე თუ გაქვს თავში დალაგებული შენ ეგ ბიზნეს გეგმა. მაგარი ჩამორჩებით მაგ ბიზნესს და მართლა ჯობია სიმღერითა მე მგონი. კი ბატონო. მოგცემ ბანსა. გლიჯემანი. გლიჯა. იტყვი პირველსა. რას ვაკეთებია მაგრამ მაჩვი ხატავს ეგერ და მე პირველ წამიწვი. მაშინ ეხლა ბიჭებო თქვენ დაწყეთ და ჩვენებული ბიზნეს გეგმა თანამედროვეობით, არა? ხო, მაი. მიკროფონი ხმარება ხო იცი? ტექნოლოგიებია, ზაღარო. დავაი, წავედი. მოდი ბიზნესი მოხოდოთ, არჩევანი დიდია. კი ბატონო, გამოუშვი რამე ბიზნესიდია. მინდა წინას არ ვიცოდე რამდენია პროცენტი. სანამ წილებს გევიღობთ თავარია კონტენტი და სანამ წილებს გავიღობთ რამდენია პროცენტი. კარგად უნდა გავიაროთ სეგმენტი და კონტენტი და ჩემი აზრით წარმატებას YouTube-ით მივახცევთ. ანდა YouTube შევეშვა და TikTok-ს ხომ არ მივაწვევთ. დღეს თუ სხვაგვარად შოულობს კაცია თუ კალია. YouTube-ზე კონტენტს ხედავს თელაველი პატრია და მართლა მორჩეთ უქმად ყოფნას, მართლა მორჩეთ გაბუდვას. დღეს შევქმნათ აკაუნტი, დღეს ვიწყებთ დაბუსტვას და პერსპექტივა ჩნდება, სხვა ცხოვრება მოდის, აბა სხვანაირად ძმაო არ გამოდის. რობოტი რომ შევცვლის, მე ვამბობდი როდის, ხელოვნური ინტელექტი AI მოდის და მასე თუ კაცი ხარ პულსი შოვი როის, მე პირადად შევქმნით შიტოვიჩის კოინს. კრიპტო სამყაროში მხრებ გავშლილი შევალ, მელანიას მერე იცოდეთ რომ მე ვარ და ზოგი მოგზაურობს მრავალია დარგი. მე უნდა მოვხოდო კახური მუკბანგი და გვექცევა ბოქსელი და მეცერი, დროა ფული გავაკეთოთ გავხდე ინფლუენსერი. მერე კადრში გამოაჩენითებს როგორც ბელტიო, მაგას ქვია ჩემო მარო პროდუქტ პლეისმენტიო და თუკი TikTok-ს მივაწვევით მგონი ასე ჯობია, იქნებინებ ჩვენს და გვირთხას ძვირიანი ლომია და know-how გვინდა სხვა ცხოვრება მოდის, iPhone-ის iPad-ის თუნდაც iPod-ის, რობოტი რომ შეცვლის მე ვამბობდი როდის, ხელოვნური ინტელექტი AI მოდის და მასე
თუ კაცი ხარ ფულსი შოვიროის მე პირადად შევქმნი ჩიტოვიჩის coins კრიპტო სამყაროში მხრებ გაშლილი შევალ მელანიას მერე იცოდეთ რომ მე ვარ და ზოგი მოგზაურობს მრავალია დარგი მე უნდა მოვხოდო კახური მუკბანკი და გამადი მამდებია შენ მე ვიო შეხედე მე ახლა ჩვენ ვაგრძელებთ საინტერესო ადამიანების აღმოჩენას, როგორც იცით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში რამდენადაც მიგვიწვდება, დავდივართ და ასე შემდეგ და მოკლედ სტუდიაში მინდა მოვიწვიო ფოლკლორული ანსამბლი კესელო! აჰა, რაგინა. აბა კეთილიყოს თქვენი. გამარჯობა ზოგი აქეთ ზოგი იქეთ გამარჯობა ადასარევი მე ვერ მოგესალმეთ სასიამოვნოა მადლობა რომ ჩამობრძანდით დიდი მადლობა პატარ რაღაცეები ჯერ გავარკვიოთ პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობა რომ გვესტუმრეთ. ძალიან გამიხარდა რომ ჯოხიანი კაცი იგივე დავჯდა. აიდარა მე არ მოწონოს. არა ჩემამდე მოვა. ესე იგი, ამინდა იცი, რა თქმა უნდა, შევუერთები ნიკოლოს და მადლობა რომ ჩამობრძანდით და რატომ დაარქვით ანსამბლ სახელი კესელო? ანსამბლი კესელო მოგეხსენება თუშეთში არის ომალოში ციხესიმაგრის კომპლექსია მთლიან და კესელო ქვია იმ ციხესიმაგრეს და თუშეთობაზე ვიყავით ასულები, მაშინ უსახელო იყო ჩვენი ახლად შექმნილი ანსამბლი და ერთ-ერთი ჟურნალისტი ვიგაკითხება რა ქვია თქვენს ანსამბლს და უცბად გავხედე კესელოს ციხეები და კესელო და დარჩა იმის შემდეგ 2000 წელს დაარსდა ანსამბლი და ეგ სერიოზული პასუხია და შეიძლება რომ რეზო სანგელოზები დაგიძახ ხო? ხო, ისე რო ვიცოდეთ ახლა მაინც უფრო კახელები ძანდებით თუ აი ზაპატას წარმოშობა თქვენი იქ დაბლა იმაში რა ქვია დაფაზე წავიკითხე კახელები ანსამბლი კესელო ბატონო არ შეგასწნოთ კახელები უყვარს ბატონ ხო ბატას თუშები ვართ ჩვენ თუშეთიდან თუშები თუშური ანსამბლია კესელო მართალია კახეთში ცხოვრობს მაგრამ თუშური ანსამბლი კესელო მოგეხსენება თუშები არიან წოვათუშები პირიქითელი თუშები და ჩაღმათუშები კი ბატონო მაგრამ ჩაღმათუშები ქვემოალაში ცხოვრობენ წოვათუშები ზემოალაში როგორც თელაველები და გურჯაანელები ესე ვართ ერთმანეთი ოდა ჩემი ანსამბლის ის გარკვეული ნაწილი ქვემოალაში მღეროდნენ გარკვეული ზემოალაში მღეროდით ცალკე მეთქი კაცო ერთი თუშები მეორე თუშები და მოდი გავაერთიოთ და შევქმნი ის ანსამბლი 2000 წელს ანსამბლი კესელო ქვემოალელი ჩაღმათუშებიც მღერიან და ზემოალელი წოვათუშები იქნება თელამა და გურჯაანმა შექმნას ერთი ანსამბლა შეკრა და ერთად ეგენაცალეთ რა კარგი კაცი ხარ აი შეარიგე ესე იგი ხო იცი რა შეასაქმე მე რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ვიცოდი ჩემო რეზო ჩემო კარგო ადამიანო და გეტყვიხა მე ჩემ ბატონ რეზოსთან ურთიერთობას ძალიან კარგად ვიცოდი სადღაც იყვნენ მაგრამ ჩვენმა პროდიუსერმა ეხა მე რო ვთქვი რომ აი კახეთი და რაღაცა ესე და დაწერა თორე თუშებს და თუშხალს ძალიან დიდ პატივს მიყვარს და გენაცვალეთ იმიტომაც ხართ აქ ჩემო ნიკოლოს რაც შეეხება რეზოს ორბეთიშვილს არაჩვეულებრივ კაცს პროფესიით გახლავთ მსახიობი და თელავის თეატრში მოღვაწეობდა წლების წინ რა თქმა უნდა პროფესიით და მე ძალიან პატარა ვიყავი მაშინ სხვათა შორის გამახსენდა და ჩამოვიტანე თქვენთვის სურათი ბატონო პაატა 1984 წელია თუ არ ვშთები ტალინში ვარ გასტროლებზე და აი ჩემ წინა დგას პაატა ამ ხელას სვანური ხუდით პატარა აი გადასარევი აი ჩემო ბატონებო ნახეთ
ნუ ყველაზე პატარა რო არ ეგ არის სად ქონდა ეს სურათი? ეს სურათი ნოდარემ გადაიღო ბერუაშում და ის ტალინში და მე და გარი მანუელო შევხვდა თუ არ ვცდები 2 წელი და მაშინდელი მქონდა მიხდი ალბათ რომელი ვარ. ფაქტიურად კესელოს რანაირად დგას ისი ეთყობ სახეობრივ ასე დგას როგორც ილო ბავშვი ასე იდგეს გენაცვალე გადასარევი მადლობა ჩემო რეზო ამ ისტორიის გახსენებისთვის ამ უკანვიდექი მე. მნიშვნელოვანი ადამიანები არიან იყოს ეს ასე და მოდით ეხლა გითხარით ქალბატონებო როგორ უძლებთ რეზოს გონია რეზო გვიძლებს ჩვენ აქეთ ხო არა ესე იგი სიმღერებს ვინ არჩევს თქვენც რომ გაგვეცნოთ გითხრათ ყველანი სახელი ერთად გვარი მერი ჯიხოშვილი გენაცვალე გაიხარი ყველანი ერთად ვარჩევთ სიმღერებს რეპერტუარს რა თქმა უნდა თემატურად როგორც რა არის საჭირო იმის და მიხედვით რითი დაამტკიცებთ ეხლა თუ შებირო ხართ აბა რა იმღერებ იმღერებთ რა თქმა უნდა გარმონიკი გაქვთ ამადასტურებელი ჩვენი სავიზიტო ბარათი მართალი სავიზიტო ბარათი ზაგან ხო და ის ალბათ იქნება რამდენი წლის ქალბატონი? არა გარმონი მეთქი ელიკო მოეწონა და აი არ ჯობდა კახელი ყოფილიყო და თუ შურად მწარედ გითხრა და რატომ მითხრა გაზო მწარე ჩვენიერი ქალბატონია ჩვენიერი ქალბატონია მაგრამ ქალბატონის დასაქვს რო არ ეკითხები გარმონი დავიდერესდი უფრო გარმონი ალბათ ბატონო ბატა იქნება რამდენის საუკუნის გარმონი იქნება მართლა გოგი შეაფასე გოგი ჯაჯად გაუე იცი რა მაინტერესებს საერთოდ ტრადიცია თუშეთში დღესასწაულებზე უფრო ხშირად ქალბატონები უკრავენ ხოლმე ხო ყოველ შემთხვევაში რასაც მე ვხედავ გარმონზე უფრო ხშირად და რამე ტრადიციულად ოჯახში უკრავდნენ თუ თქვენ თავად შეისწავლეთ თუ როგორ არის ეს ისტორია არა გარმონი თვითნასწავლი გენეტიკურად ჩვენ ოჯახში სულ ყველა უკრავდა დედა ამღეროდა მამა უკრავდა ჩემი ძმაც უკრავს და სულ ყველა ბებია მამი და ყველა სულ რა გვარის ბრძანდები თორღვაიძე თორღვაიძე მოვიკითხოთ თორღვაიძე გენაცვალე კაი გადასალევი თქვენ ქალბატონო მე ვარ რაინაული რაინაულებიც მოვიკითხოთ რა კაია თუშები ოქროს ხალხი ხართ გენაცვალე ჩემი თავი მამაკაცები ცხარში იყვნენ ბატონობა და ამიტომ გარმონს ცოტა ნაკლებად სწავლობდნენ წემსი ეხლა ცხარს უნდა გაყვეს და ამიტომ მანდილოსნება დაითვისეს და ძალიან კარგადაც ართმევენ რამდენი გენიალური ადამიანი არის კი ბატონო ეხლა ამ კონცერტებზე ჩემო რეზო კარგი რაღაცა ისტორიები ცოტა ენაკვიმატი კი არა კარგად ენაკვიმატი ხალხი ხარ თუშები ეხლა შეგეტყო და რამე კარგი რომ მოგვიყვეთ რა აუ მოსაყოლი ძალიან ბევრია რა ვიცი 2000 წელს შემოყალიბდა ჩვენი ანსამბლი ფოლკლორული ანსამბლი და ხანიკ დავდივართ ხან გასტროლები ხანიკ მაგრამ ბევრი კურიოზი გადახვდა და ერთ-ერთს მოვყვები რომ წინანდლის ბაღში ჩატარდა არდგენის ფესტივალი დიახ ჭავჭავ შიგნით ეზოში და სცენა რო გააკეთეს ზუმბამ და იმათ ჩამოსულება ბალახი გათიბეს 4-ე მხრიდან რომ არ გაეთელათ ბალახი და 1 მეტრა სიგანის ილიკები იყო გაკეთებული სცენაზე მისასვლელად მონაწილეები როი არა ხალხ ხო ხო და გოგოებმა ავტობუსში ჩაიცვეს ესენი წავიდნენ და ეტყობა მეზობელი კაცი იყო მეგეთ დაბალი კაცი არ მინახია ხალხო ხელის ურმით მოქონდა ბალახი ეტყობა სახში მიქონდა რო გავხედე ჯერ ურემი ხელის ტაჭკა მოდის და ზედ ქუდიდებს ხო გავხედა კაცია ძალიან დაბალი კაცი ჯერ გაჩერდა ამ გოგოებს გააყოლა ეგრე თვალი გახედა მე მოდის და 1-10 ავდგები რა თუ შეიძლება 1-10 მეტრის წინ გააჩერა ეს ისა და ეგრე გამომხედა ამხედა დამხედა მეთქი ჩოხაში თუ მოვეწონე კაცო შეეწე კამარა ხანჯალი ცოტა გავიზმანე რამე და აიღო ეს ხელისური მოვიდა აი ეგ დადგა კიდე ამხედა დამხედა კიდე შევწიე მოწელი კიდე გავისწორე ჯო ამხელა აყლაყუდა რომ დაიტანტალე მაიგასაც თოქნი დასაბარი არ ეკო კინაღა დააფარება გამეცი და მართალი იყო ეს ეს და დიხარაკეთიკით ხო კარგია რეზო ბატონო გადასარევი თუშებს გარკვეული რაღაცა აქვს ხოლმე ცხოვრებისეული კურიოზები და
გვარი სახელს არ დავასახელებ, ერთ თუში კაცი იყო, კოლორით დაიღუპა, ცხონებული და ბევრი რაღაცები აქვს ძალიან გაკეთებული და დედოფლის წყაროელი რაიონიდან გოგო ითხოვა, ცოლი უნდა მოიყვანოს. და ქვემოვალდა ეს პერიოდია, როცა გაზოსდა ერთი იყო პირველი მანქანა. კი ბატონო. ნეფე პატაზალი იმით უნდა ამოიყვანონ, იმაზე ანტენაზე ლენტები. ზაბორო ერთი ჭიჭიკო მასკვიჩი თუ რაღაცა იყო რა, ჩავიდნენ დედოფლის წყაროში, იქ ქორწილი რაღაცები. გამოიყვანეს პატარძალი ჩასვეს მანქანაში. აი ლენტები არის მანქანები და გამოვიდნენ და სოფელს რო გამოსდნენ, გააჩერებინა. გადმოვიდა ეს ცხონებული. მეფეა კაცო. გადმოვიდა და მეჯვარეს გადმოხდა. ყველა მანქანიდან ლენტები მოგლიჯა, მოხსნა, რასაკეთებ რა, მეჯვარ ბიჭო, სირცხვილია, რასაკეთებ ბიჭო, ქორწილია რე. აბაბაბაბაბაბა არ დავინახო. რატო და ბიჭო, დედოფლის წყაროს რაიონიო. ყვარლის რაიონი, გურჯაანის რაიონი, თელავის რაიონი და ახმეტის რაიონში მივიყვანოთ. ლენტებს რო ნახავი, რამდენი იტყვის დაზალი. ისე ამოიყვანა რომ ვერავინ ვერ გაიგო, პატარძალი მოყავდა თუ? აიმე დედა. ვაი მეტი. ესე იგი, კარგია. მე რომ აკვირდები, აქ რეზონატორს აქვს აღებული სალაპარაკო ის რა ქვია. აუცილებლად გაგყვავს. ეს კახეთზე მივოყევთ, იმერეთში არ გაქვთ რამე ისტორიები. იმერელი მეურნეობის დირექტორი იყო მაგრანში. სადამდე შეგიღწევიათ? სად არის მაგრანი? სადაც ფული კეთდება სადაც ხარება და გოგია დახოძეს, იმ ადგილზე დიდი ტბარი იყო გაკეთებული. მაგარი ისტორია არის იმერეთზე. იმერელი დირექტორი იყო მაგრანში. ერთი წამი შეირბილე ჩავაბრუნდა ისე. ბატონი გადა, დიდი სუფრა გაშლილი მაშინ. პირველ სართულზე იყო ბუხარი, ჭურჭელი იმათი იყო ყველაფერი თავიდან ბოლომდე და მეორე სართულზე აივანი იყო ასე ტბაზე გადასახედი. და ცხოდებული ცოცაინზე მერაბი იყო ახმეტის კულტურის სახლის დირექტორი და შევიკრიბეთ 90 ცუდი დროა რა და დიდი სუფრა ერთი 80 ქალი კაცი რა თანამშრომელი კულტურის გეიბობდა ეს მეურნეობის დირექტორის დაბადებული ყავს. კალბატონი მერიც იქ არის და მერაბი ბოლოში თამადა და ეხლა თებერვალში სიყვარულის დღე ხომოდის მალე და სიყვარულის საზრდოელი დალია ბატონმა მერაბმა. ალავერდიო მერისთანავარო, მერისთანო მერი აქეთ არის. მერიკო და აქ არის კიბე ამოსასვლელი და მერი ფეხზე დგას უკვე ლექსია გადასული და ნივა გაჩერდა. მეურნეობის დირექტორი ხო ცოტა გვიან მოდიოდნენ ხოლმე თავიდან დაეფასებინა. ეს დირექტორი მოვიდა და მერი გააგზელა, არ იცის რომ ეს დირექტორია. გააგზელა სიყვარულზე ლექსიც მიაყოლა, დალია მოტრიალ და მიაწყვიტა კედელზე ჭიქა და მიაფშქნა. ამ დროს დირექტორი უკვე ამოსულია და გალბატონო, ეგრე არ აქო კვირაშიო სამჯერ 4ჯერ პურვალი იშლებაო და ყველამ რო ეგრე თითო ჭიქა ამტრიოსო შორს ვერ წავალთო. და უკაცრავ თქვენ ვინ ბრძანდებითო მე ეკითხება და მეო მეურნეობის დირექტორი ვარო. ყველა მეურნეობის დირექტორის დედა ორკაპიკიან ჭიქას სიყვარულის გულის დამტროს უკან გაყიდა. აბა დაჭიქიო. დასვა გვერდზე გაწელა მე იმ სიმღერა და უკურამ დირექტორმა და დაამტრიე შვილო დაამტრიე ოდნი მღერა. ეს რაღაცები ხდება. ესე იგი თქვენ იმი კიდევ კარგინო დღეს ჩუმად ხართ, თორე კარგი გინება გწოდნიათ. ხო არა? კი, იმიტომ ერთ მხარეს დავსვი. კონფლიქტურები გამაფრთხილეს. დავსვიკავებ. კი, აბრალ. ხო, რა თქმა უნდა. სიყვარულის ადგილზელოს ნუ მივეძალებით ფაიზერში ჭურჭელი გამოარიდი აქეთ ცოტა. ახმეტაში არის წყაროები. საკეიფო ადგილი გააკეთეს, ყველა მაგიდასთან წყარო მოდის და წყაროები და განყოფილებიდან დაგვიძახეს, თუ დაგვირეკეს უბრალოდ და გინდა თუ რომ სტუმრები არიან ქალაქიდან ჩამოსული და ანსამ კესელოს კითხულობენ თუ შური ნუ ავედით. მოკლედ ლანდკრუიზერები და შავი რაღაცები გასტუკიანები ტიპები სუფრა გაშლილი მიველით დავსხი. ერთ ჭიქა, ორი ჭიქა, ხუთი ჭიქა და მე იმღერეთო. დაიწყო მე იმ გაწელა გამოვიდა ისა ბრისტოუნის ბაგრეშკები იყენია ძალიან მაგრებია ხო იცი? მაგარი ბაგრეშკებია იქ. ჯო. გაჩერდება მე ეს გაჩერდებია. დაიწყეს მე სიმღერას ისო რომ პეტროშიას ხა ბენზის? არა, აი მაგარია ხო იცი? მესამე სიმღერაზე ეს გაჩერდა ის. ჯო დაიწყებს სიმღერას, დაიწყებენ ლაპარაკს. ბოლოს მოეშალენერები. მე თქვენ კოდი ზომგერი ვარ თორე მე ჭირა თამაშის სიმღერა. გაჩუმდნენ და მერის უკდეს უკურიეგრე ბოლო. დავუცარი. ესე იგი მე მგონი დრო არის სიმღერის ნომერზე გადავიდეთ სანამ სიმღერის ნომერზე გადავიდეთ და ყურადღებით იღავი არ მოვადურო ყურადღება თუ არა?
აჯი გამოგვხდება აგირება. ანჯოხი, მოკლედ, ჩემო კალბატონებო, უსაყვარლესო ადამიანებო, ჩემო ბატონრეზო, დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის, მადლობა რომ ჩავამოწმდით კარგი ისტორიებისთვის, წარმატებები მინდა გისურვოთ და ყველა ეხა ჩვენ მართლა ვინ არ ყოლია რა კუთხის, მაგრამ თუშები მართლა პირველად არიან და მე მინდა რომ ყველა თუშები ოქრო ხალხი მოვიკითხო აქედან და წარმატება უსურვო მათ და რა თქმა უნდა სრულიად საქართველოს. და მე ნახე ინტერნეტ სივრცეში თქვენი შესრულებული სიმღერა და მოდით ჩვენ მაყურებელს შევთავაზოთ თქვენი ასე ვთქვათ პოპური გაკეთებული რაც გაქვთ. მადლობა მოწვევისთვის. მადლობას გიხდით და წარმატებები კესელოს. წარმატებები და გისმენთ აბა სიამოვნებით რა. აბა გისმენთ. სადაც ბუდობენ არწივნი ფიქრებს იქ გაგიზიარებ აი მაღბათასა გახედე ქვადებასე გათხელებულა ეს მოყმე ჩემს ალოდინში ჰაი ჰაი უცოლო დაბერებულა ჩემს ალოდინში უცოლო დაბერებულა ჰალო მეტარას გოხტაო ხელს რა დამაძლევ ხელშია იფთხები ჯაირანივით დაიგრი ხები წელშია არ მკადრობ რადგან მწყემსი ვარ გამოზრდილი ვარ მთებშია რადგან სხვას დავდებ ყოველდღე ჯოხი მიჭირა ამს ხელშია ჩემსავით სველი ნაბადი შენ როდის მოგიხვევია ჩემსავით მწარე დარდები შენ როდის გამოგიცდია მომეცი ტკბილი სალამი წემსი ვარ გამიხარდება გულში ჩაკული დარდები ვარდივით ამიყვავდება ჰეი